ნუ მარტო უკუჩვენებაზე რო ისაუბრა, კარგი ჩვენება რო აქვს ამ მედიკამენტებს, რატო არ ისაუბრა? ქართველი ბავშვი, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, საბედნიეროდ აღმოჩნდა ამერიკის მოქალაქე ქართველი ბავშვი, წავიდა დედამ გაუკეთა 6 თვის უკან მას გენური თერაპია, ის 1 სართულზეც კი ვერ ადიოდა და მოუკვდებოდა. ეხა ბავშვის სირბილით 9 სართულს აივლის. ეხა როგორ გვიმტკიცებთ ჩვენ საქართველოს მთავრობა და საქართველოს ჯანდაცვა, რომ ეს მედიკამენტი უსაფრთხო არ არის. ეხა დღესდღეობით რასაც ჩვენ მედიკამენტს ვიღებთ, ჰორმონს. ამას იმდენი უკუჩვენებ, უბრალოდ ჩვენ მეტი გზა არ გვაქვს და აი ვაძებთ. ამას რაც უკუჩვენება აქვს ამ მედიკამენტებს, გამორიცხულია უბრალოდ რომ კონდეს იმ მედიკამენტებს, რომელიც ევროპის ქვეყნებშია ჩაშვებული და ამერიკაშია ჩაშვებული. სამარცხვინო საქართველოს ხელისუფლება, როცა გამოვიდა საჯულეზე და თქვა რომ ანუ 2 დღეში ფარდას ახვდიყურებს, მან ფარდა ახა და მის სიცრუეს თუ ემპათიური კი არა, თუ როგორი ცუდი დამოკიდებულება აქვს მშობლების და ბავშვების მიმართ. ნუ რავინმა, ნუ არავინი არ გამოვიდეს და გაგვიბედოს. იმის თქვა რომ აი ძვირია და არ გვიღის 5 წლის გამო ამ ბავშვების სიცოცხლის გახანგრძლივება და ფეხზე სიარული არც კი გამოვიდნენ და არც კი გვითხრა. იქნეს დაკმაყოფილებული ეს ჩვენი მოთხოვნა. ჩვენ აქ ვიქნებით 24 საათიანი აქციას მართავთ, ვიქნებით დაუღალავთ ჩვეულებრივ სანამ ჩვენი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული.